ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკო-კლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი, წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. აქციას ქუთაისის დღის ცენტრის ჯადოსნური სამყაროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შეუერთდნენ. 21 მარტი არის ტყის საერთაშორისო დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ჩვენ დღევანდელი დღე აღვნიშნეთ გელათის საშუალო სკოლის მოწაფეებთან. მთავარი მიზანი და ამოცანა სატყეო სააგენტოსი არის ჩაუნერგოს მომავალ თაობას ტყის სიყვარული. საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. გელათის საჯარო სკოლაში დღეს დაირგო სულ 21 ნერგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სკოლისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სკოლაში არსებული ეკო-კლუბებისთვის და ზოგადად რეგიონისთვის.